სტარტაპს სამი ამოცანა აქვს. ხარვეზების გასწორება, ინტერფეისის რედიზაინი და დოკუმენტაციის მომზადება. ცნობილია, რომ შემდეგი პირობები სრულდება. ხარვეზების გასწორებასა და ინტერფეისის რედიზაინზე ინვესტორის წინაშე ვალდებულება აქვს აღებული, რის გამოც ამ ორიდან ერთი მაინც აუცილებლად შესრულდება. ოკეი. ესე იგი, ხარვეზების გასწორება, ინტერფეისის რედიზაინი, აქ ჩვენ ვიგებთ, რომ ერთი მაინც აუცილებლად შესრულდება. დოკუმენტაციის მომზადებასა და ინტერფეისის რედიზაინს თანახლავს სირთულეები, რის გამოც ერთი მაინც ვერ შესრულდება, ანუ მეორე ნაწილში ჩვენ გვაქვს ერთი მაინც არა. ერთი მაინც არა. რომელი დასკვნა სწორი? თუ დოკუმენტაცია მომზადდება, ხარვეზებსაც აუცილებლად გაასწორება. ოკეი, დოკუმენტაციის მომზადება ნიშნავს იმას, რომ ინტერფეისის რედიზაინი ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ამ ორიდან ერთი მაინც არ უნდა შესრულდეს. ინტერფეისის რედიზაინზე უარს თუ ვიტყვით და გავითვალისწინებთ, რომ ამ წვლილიდან ერთი მაინც უნდა იყოს, ესე იგი ხარვეზები აუცილებლად გასწორდება. პირველივე პასუხი არის ამ შემთხვევაში საინტერესო და სწორი. ნახოთ სხვა ვერსიები. პრინციპში ეს შეგვიძლია დავტოვოთ ჯერ. ხარვეზები აუცილებლად გასწორდება. შეიძლება არ გასწორდეს ხარვეზები და მხოლოდ ინტერფეისის რედიზაინი გქონდეს. ანუ ეს თავისუფლად შესაძლებელია. ერთზე მეტი ამოცანა ვერ შესრულდება, არ არის ჭეშმარიტი, იმიტომ რომ შეიძლება ხარვეზების გასწორება და დოკუმენტაციის მომზადება ერთდროულად იყოს. დოკუმენტაცია ვერ მომზადდება, შეიძლება დოკუმენტაცია მომზადდეს თავისუფლად, ხო? ანუ მაგალითად იდეაში აპასუხში რაც ჩვენ შევარჩიეთ, დოკუმენტაციის მომზადებასაც მოიაზრებს, ხო? ეს არის შემთხვევა, როცა დოკუმენტაცია მომზადდება, ინტერფეისზე უარს ვიტყვით, ინტერფეისი არ გვექნება, ხარვეზები გასწორდება. ანუ ეს სცენარი დოკუმენტაცია ვერ მომზადდება, არა ჭეშმარიტი. თუ ხარვეზებს გაასწორებენ, ოკეი, მაშინ ინტერფეისის რედიზაინს ვერ შეასრულებენ. რატომ? ხომ შეიძლება ორივე ერთდროულად შესრულდეს? ანუ თეორიულად ხარვეზების გასწორება და ინტერფეისის რედიზაინი ერთდროულად დასაშვებია. ამდენად აპასუხი გამოგვაქვს სწორი.